გამარჯობა. ამ ვიდეოში მინდა რომ მიმოვიხილოთ ერთი პატარა უცნაურობა, რაც Python-ში გვაქვს კოპირებასთან დაკავშირებით. აი, როდესაც მაგალითად ჩვენ გვინდა დავაკოპიროთ. აი, ნახეთ, დავუშვათ ესეთი ლისტი გვაქვს. და Python-ში გვაქვს მეთოდი, ესეთი ლისტის მეთოდი არის copy. აი, ესეთი მეთოდი. მოდი ეს შევინახოთ რაიმე სხვა სიტუაციაში, მაგალითად mylist copy. აქ არის ჩემი ორიგინალი და აქ არის მისი ასლი. დავბეჭდოთ ახლა ორივე ესეც და დავბეჭდოთ ასლიც mylist copy და რო გავუშვებთ, აი როგორც ხედავთ, რაც არის ორიგინალი, ეს არის მისი ასლი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ისინი განსხვავებულ ID მისამართზე მდებარეობენ. ანუ Python-ისთვის ეს ორი არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა ობიექტები. და შესაბამისად ისინი ცხოვრობენ სხვადასხვა ID მისამართზე ჩვენს მეხსიერებაში. ეს ორნაირად შეგვიძლია დავაზუსტოთ, აი ნახეთ, ერთი არის მაგალითად რომ ვკითხოთ ჩვენ Python-ს, mylist is mylist copy. აი ესეთი რაღაცა რომ ვკითხოთ. ნახეთ ეს კოდი რო გავუშვათ, Python-ი გვეტყვის რომ ეს არის false. იმიტომ რომ ესენი სხვადასხვა ობიექტები არიან. ასევე შეგვიძლია ნახეთ რა გავაკეთოთ, ID ვკითხოთ Python-ს. mylist-ის ID ვკითხოთ და ასევე ვკითხოთ mylist copy-s ID. ნახეთ, mylist-ის და mylist copy-s. ესენი ნახეთ განსხვავებულ ID მისამართზე მდებარეობენ. მოკლედ ესენი არის სხვადასხვა ობიექტები Python-ისთვის. ეს არ არის ერთი და იგივე ობიექტი. აი მაგალითად, რა შემთხვევაში იქნებოდა ერთი და იგივე ობიექტი? აი ნახეთ, ჩვენ რო დაგვეწერა mylist დავუშვათ 1 უდრის mylist-ს. აი ნახეთ, ეხლა მე რო დავბეჭდო mylist-ი და მის ქვეშ რო დავბეჭდო mylist 1. აქაც ერთ და იგივე რაღაცა დაიბეჭდება, მაგრამ მოდი აბა ვკითხოთ Python-ს mylist is mylist 1. და აბა ვნახოთ რას გვეტყვის. გვეტყვის რომ ეს არის ჭეშმარიტი. ანუ თურმე ეს სახელი და ეს სახელი ორივე მიუთითებს აი ამ ობიექტზე. ეს არის უბრალოდ ორი სხვადასხვა სახელი. ანუ ჩვენ უბრალოდ ნახეთ ამ ობიექტის. ანუ ერთი ობიექტია Python-ის მეხსიერებაში და ამ ერთი ობიექტისთვის ჩვენ შევქმნით კიდევ ერთი დამატებითი იარლიყი, დამატებითი მიმთითებელი. ანუ ეს mylist ცვლადიც მიუთითებს აი ამ ობიექტისკენ და ასევე ესეც ისევ ამ ობიექტზე მიუთითებს. ასევე შეგვიძლია ეს ამბავიც ჩვენ გადავამოწმოთ ID-ების მეშვეობით, აი მაგალითად ID mylist-ის და print ID mylist 1-ის. აი ამათი ID მისამართიც არის ერთი და იგივე. ანუ ამ ობიექტის აღმნიშვნელი არის ორივე. ორივე მიუთითებს ამ ობიექტზე. ჩათვალეთ რომ ეს ორი არის იარლიყი უბრალოდ, რომელიც ამ ობიექტზე არის გამობმული. იარლიყი არის უბრალოდ. და ჩვენ აი ესეთნაირად ნახეთ მეორე იარლიყიც დავამატეთ. ერთი იარლიყი ეს იყო, რაც ამ ობიექტზე უთითებდა და აი აქ მეორე იარლიყიც დავამატეთ, ასე ვთქვათ. ეხლა ამ ობიექტზე ორი იარლიყით ორი ცვლადით შემიძლია რომ ორი ცვლადით ვუთითებთ, ასე ვთქვათ. მაგრამ ისე და ისე თვითონ ობიექტი არ გამრავლებულა. აი ამან ობიექტი არ გამრავლა. ერთი ობიექტია და ამ ობიექტზე შემიძლია ვილაპარაკო ამ ცვლადითაც და ამ ცვლადითაც. ისე და ისე ID-საც რო ვამოწმებთ, ერთი და იგივე ობიექტზე ვლაპარაკობთ. რომელიც აი ამ მეხსიერებაზე იმყოფება. მაგრამ copy-s შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. ანუ ჩვენ რო გვქონდა mylist copy და ვაკეთებდით mylist-ის copy-s აი ამით, ხო? წერტილი copy მეთოდით. ამ შემთხვევაში, აი რო დაგვეწერა mylist-ი არის თუ არა mylist copy, Python-ი გვეტყოდა რომ არა. ესენი არიან სხვადასხვა ობიექტები. კი, ერთი და იგივე შიგთავს, ანუ ორივე აი ეს არის რეალურად. list 1 2 3-ია, მაგრამ სხვადასხვა ობიექტები არიან ისინი. სხვადასხვა მეხსიერების ადგილზე იმყოფებიან. კარგი, ეხლა ნახეთ ჩვენ მაგალითად რო ჩავამატოთ mylist-ში
append მეთოდით დავუშვათ ესეთი რიცხვი 100. და ამის მერე მე დავპრინტავ mylist-საც და დავპრინტავ mylist copy-საც. გავუშვებ ამ კოდს და ნახეთ ეს 100-იანი 100 ჩაემატა mylist-ში, ხო? mylist-ში ჩაემატა და mylist copy-ში არაფერიც არ ჩაემატა. ხო, asl-ში, ან ორიგინალში ჩაემატა, asl-ში არაფერი არ ჩაემატა. ეხლა ანალოგიურად აქ თუ მე mylist copy-ში ჩავამატებდი ამას, მაშინ ორიგინალი ესეთი მექნებოდა და asl-ში ჩაემატებოდა ის 100-იანი, ხო? იმიტომ რომ mylist copy-ში ჩავამატე მე append-ით 100. ჯერჯერობით ყველაფერი გასაგებია და წესით თქვენთვის ინტუიციური, ხო? აქ არაფერი სურპრიზი, არაფერი მოლოდინელობა არ გვაქვს, მაგრამ ნახეთ აი ესეთი შემთხვევა განვიხილოთ ახლა ჩვენ. mylist copy გავაკეთოთ, ოღონდ აი ამ ასეთი ლისტის კი არა, აი ნახეთ 1 2 არამედ ჩვენ გქონდეს ლისტი list-ში. აი ნახეთ, აი ესეთი რაღაც. ეხლა რომ დავბეჭდოთ mylist-ი და მოდი დავბეჭდოთ mylist copy-ც, დაიბეჭდება ეს ორივე შემთხვევაში. რასაც ველოდებით კიდევაც. მაგრამ აი ცოტა ხანი ახლა გეტყვით მალე სად არის უცნაურობა და სურპრიზები. მოგეთ ორივე დაიბეჭდა ეს და დაიბეჭდა ეს არის ორიგინალი, ეს არის მისი ასლი, ხო? კარგი. ეხლა ჩვენ რო დავამატოთ mylist-ში ისევ append მეთოდით, მოდი აი უბრალოდ 100-ს დავამატებ ესე. და ეს კოდიც რო გავუშვათ, ეს 100 დაემატა ამ list-ში და აქ არ დაემატა. ხო, ესეც ისევ და ისევ ასე ველოდებოდით ამას ჩვენ, ხო? სხვა რამე საერთოდ რატომ უნდა მომხდარიყო? წესით და რიგით. ეხლა მოდი სანამ გეტყოდეთ აი მაგ უცნაურობის შესახებ, რომელსაც ვაანონსებ ამდენი ხანია, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა ვიცოდეთ კიდე ჩვენ. ნახეთ, აი ამ list-ში რეალურად არის ორი ელემენტი. აი მოდი გადავამოწმოთ print len mylist-ი. მოდი ამებს დროებით დავაკომენტარებ, ხელი როა შეგვიშალოს. ეხლა მარტო ეს ორი კოდი გაეშვება. გავუშვათ მოდი და ვნახოთ, აქ ყოფილა Python-ისთვის ორი ელემენტი. ამ list-ში ორი ელემენტი არის. მაგრამ როგორი სიტუაცია გვაქვს, ხო? list-ში შიგნით არის ორი ცალი list-ი. ეხლა როგორ შეგვიძლია ჩვენ რომ აი ამ დავუშვათ ეს ხო არის menole index-ზე მყოფი ელემენტი. ჩვენ ჩვეულებრივად შეგვიძლია მივუწოდეთ მაგ ელემენტს, ანუ მე რო დავწერო mylist menole დაიბეჭდება ამ დიდი ლისტის პირველი ელემენტი. ანუ აი ეს ლისტი, შიდა ლისტი. ხო? აი დავბეჭდოთ, მოდი. და შევხედოთ. ნახეთ, აი ეს ლისტი დაიბეჭდა. ეხლა ეს ლისტი უფრო დიდი რო იყოს, 3 4 5, ხო? დაიბეჭდება ეგ. ხო, მთავარია რომ ეს მთლიანად არის ერთი ელემენტი. რატო ერთი ელემენტი? იმიტომ რომ ძიმით არის გამოყოფილი ესენი ერთმანეთისგან. ერთი ელემენტი, მეორე ელემენტი. ეხლა თუ მინდა მეორე ელემენტის გამობეჭდო, ანუ ამისი. აქ ერთიანს დავწერდით, დავუშვებდით და მაშინ დაიბეჭდებოდა ეს მეორე ელემენტი. კარგი. ეხლა ნახეთ რა მინდა რომ გაჩვენოთ. აი, მოდი ესეთი ვერსია დავტოვოთ. და ნახეთ, დავუშვათ ეხლა მე მინდა დავბეჭდო პირველი ელემენტი და კიდევ უფრო ზუსტად მე მინდა რომ დავბეჭდო პირველი ელემენტის, აი ამ პირველი ელემენტის პირველი ელემენტი. პირველი ელემენტის პირველი ელემენტი. ნახეთ, ეს ხომ იბრუნებს მე აი ამ პირველ ელემენტს. მე თუ ამას კიდე მივამატებ menole-ს აი ესე. ეხლა უკვე მე მივუწდები პირველი ელემენტის პირველ ელემენტს. აი გავუშვათ და ნახეთ ეხლა ერთიანი დაიბეჭდა. მე თუ მინდა მივუწდე პირველი ელემენტის აი ამ მეორე ელემენტს, მაშინ აი აქ ერთიანს დავწერდი და მაშინ მივუწდებოდი აი ამ ორიანს, ხო? ესეც ვფიქრობ, რომ გასაგები უნდა იყოს. ნუ ეს ყველაფერი თქვენს კომპიუტერშიც გავუშვით და ეს ძალიან დაგეხმარებათ ყველაფრის აღქმაში. კარგი. ეხლა მოდი გქონდეს ეს კოდი გავაქტიუროთ. ესე იგი რა გავაკეთეთ, ხო? asli გავაკეთე და მე დავბეჭდე ერთის და მეორეც. კიდევ ერთხელ გავუშვათ ორიგინალი და asli. ეხლა ნახეთ, ჩვენ mylist-ში მოდი და append მეთოდით უпростოდ ნახეთ mylist menole-ში ესეც ხო ლისტი არის. აი ნახეთ, ესეც ხო ლისტია.
მე ხო ამ ლისტში რახან ლისტი არის, ჩვეულებრივად შემიძლია რომ მაგ ლისტშიც ჩავამატო რაღაცა თუ მინდა. ნუ ჯერ უნდა მივწვდე მაგ ლისტს, აი ესე, როგორც ნახეთ წეგან. მივწვდები მე ამ ლისტს და წერტილი append-ით აი მასში ჩავამატებ, დავუშვათ 100-ს. მოდი 100-ზე ჩავამატოთ. ეხლა ეს ანუ ჩვენ ეხლა აი ამ ლისტში ჩავამატეთ ეს 100. კარგი, მოდი ესენი ერთი წუთი არ მინდა. და აი აქ მე დავპრინტავ ეხლა my lists, ხო? და ვნახოთ აბა ეს ცვლილება არის თუ არა ასახული. კი ბატონო, აი ჩემი my list-ი და ნახეთ პირველ ელემენტში, რომელიც თვითონაც ლისტი არის, ჩაემატა ეს ჩემი 100. კარგი. მოდი ახლა დავპრინტავ მე ჩემს my list copies. გავუშვოთ ეს კოდი და ნახეთ რა უცნაურობა მოხდა. ეს ხო იყო ჩემი ორიგინალი. და მე ეს 100 ჩავამატე აი აქ my list-ში. my list copy-ში მე ხო აი ნახეთ აი შეხედეთ ამ კოდს თლიანად. my list copy-ში ხო არაფერი არ ჩამემატებია. ხო? my list menoless აი აქ ჩავამატე. და რატომ მოხდა რომ my list copy-შიც ჩაემატა ეს 100-იანი. აი ამ უცნაურობაზე მინდოდა რომ მეთქვა აი ხლა. ნახეთ ახლა აქ რა ხდება. ჩვენ როცა გავაკეთეთ ასლი პითონი ნახეთ თურმე როგორ იქცევა. აი მოდი ჩვენ შევამოწმოთ დავპრინტოთ, მოდი id, ეხლა ჩვენ რო პრინტავდით ამის id-ს, my list-ის id-ს და ამის id-ს. ჩვენ ვიღებდით სხვადასხვა შედეგს, ხო? ანუ ერთი სხვა ობიექტი იყო, სხვა მისამართზე მცხოვრები, მეორე სხვა ობიექტი იყო, სხვა მისამართზე მცხოვრები. is keyword-ითაც რო ვამოწმებდით, არის თუ არა ერთი და იგივეო, გვეუბნებოდა რომ false-იაო, სხვადასხვა არისო. მაგრამ მოდი ახლა ნახეთ რა ვნახოთ, ჩვენ ვნახოთ id my list menoless-ი და აქვე ვნახოთ id my list copies. copies menole ელემენტის. ამასაც ხო აქვს თავისი menole ელემენტი. აი ვნახოთ აბა ამათი id მისამართები, გავუშვოთ ეს კოდი და ნახეთ რა მივიღეთ. ამათ ერთი და იგივე id აქვს. აი my list-ის ამას და my list copies აი ეს ყოფილა ერთი და იგივე ობიექტი Python-ისთვის. ერთი და იგივე ობიექტი. და ერთი და იგივე ID მისამართზე მცხოვრები, ერთი და იგივე ობიექტი. ანუ თურმე აი ეს copy ესე მუშაობს, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ესეთი ჩაშენებული ლისტები, წერტილი copy აი ამეების ნახეთ ზუსტ ასლს აკეთებს. ანუ უბრალოდ ნახეთ ახალ ობიექტს კი არ ქმნის, რომელიც ასეთი იქნება. ეგ ახალიც. არამედ უკვე არსებულ ობიექტს იყენებს და იმას ათავსებს თურმე აი ამ my list copy-ში. მოკლედ, მარტივად ვთქვათ, ეს არის იგივე ობიექტი, რაც აი ამ my list copy-ში რო ეს არის. ერთი და იგივე ობიექტია საუბარი. და ზუსტად ამიტომ, როცა ჩვენ აი ზემოთ გქონდა ხო, გაშვებული, როცა ჩვენ ეს 100 ჩავამატეთ ამ ობიექტში, ეგ 100 ჩაემატა ამ ობიექტშიც. იმიტომ რომ ეს და ეს არის ერთი და იგივე ობიექტი. აი ესე მუშაობს copy. მე რეგაჩვენებთ, აი ეს მოულოდნელობა საერთოდ როგორ ავირიდოთ თავიდან. აი ამ ვიდეოში გაჩვენებთ მაგასაც. ეხლა მოდი ამ წუთას მინდა რომ ჩვენ is keyword-ითაც გადავამოწმოთ ეგ ამბავი. my list copy menole. მოდი აბა ვთქვათ is my list menoless-ი. ანუ ეს ერთი და იგივე არის თუ არა. გავუშვათ და აი ნახეთ, გვეუბნება რომ ეს არის true. ნუ ID მისამართებითაც შეგვიძლია ამის დადგენა დავადგინეთ კიდევაც ერთი და იგივე არის ესენი. ამიტომ რასაც ჩაამატებთ აქ my list-ის, ოღონდ my list-ში კი არა. ანუ აქ თუ ჩაამატეთ 100, მაგ შემთხვევაში არ იღებთ აი ამ უცნაურობას.
უცნაურობას ვიღებთ, როდესაც აი ამ ობიექტში შიგნით არსებობს კიდე ლისტები და როცა აი ამაში ამატებ რაღაცას. აი ეგეთი ამბავი არის. ეხლა ნახეთ როგორ შეგვიძლია ჩვენ აი ამ პრობლემის მოგვარება. პრობლემა აღარ არის, ანუ როდესაც ვიცით ჩვენ რომ ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს, ეს თქვათ პრობლემა აღარ არის ჩვენთვის, მაგრამ თუ არ ვიცით რომ ესეთი რაღაცა ხდება, მაშინ შეიძლება რაღაცა ერორებზე გავიდეთ მერე, აი საბოლოო ჯამში კოდს რაღაცა დაემართოს, რაღაც მოულოდნელობები მიიღოთ, ან ის შედეგი არ მიიღოთ, რაც თქვენ გეგონათ რომ უნდა მიგეღოთ და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ვიცით, ეხლა ესეთ პრობლემა აღარ უნდა იყოს. ეხლა ამის მოსაგვარებლად, ნახეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ from copy import deep copy. აი ესეთი, მოკლედ აი ამ მოდულიდან ჯერ მოდი ჩვენ არ გვესაუბრია ამაზე, მაგრამ მოდი ამ წუთას უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ აი ამ copy მოდული არსებობს, რომელშიც არის deep copy. აი ესეთი ფუნქცია. და ჩვენ თუ deep copy-თ, აი ამ ესეთ რაღაცა ღრმა კოპირების მეთოდით, აი ამ deep copy ფუნქციით თუ გავაკეთებთ ჩვენ აი ამ ლისტის კოპირებას, აი მაშინ უკვე აღარ მივიღებთ, მაშინ უკვე Python-ი აღარ გამოიყენებს ამ ობიექტებს კოპირებულ ობიექტში. ანუ ამეებსაც ახლიდან შექმნის და ახალ ID მისამართზე იქნებიან ისინიც. ნახეთ ახლა როგორ უნდა შევქმნათ, აი ჩვენ უნდა დავწეროთ deep copy და my list. აი ეს. თუ ესეთნაირად გავაკეთებთ კოპირებას და დავბეჭდოთ მოდი my list-ი და დავბეჭდოთ my list copy. ჯერჯერობით ამას დავაკომენტარებ, რომ არ გაიშვას და ვნახოთ ახლა გაკეთდა თუ არა აი ეს კოპირება. ხო, ესეთი არის, ესეთი არის. მაგ 100-იანი მქონია და მოდი დავშალოთ ეს 100-იანი. გავშვით კიდე ერთხელ და ეს არის, ხო? ესეთი. ერთმანეთს გავსი. მაგრამ მოდი აბა ახლა ჩვენ ეს კოდი გავაცოცხლოთ. და ის გავუშვათ. აი, შეგახსენებთ წინაზე როგორი ამბავი გქონდა ჩვენ. ეს ორი იყო ერთი და იგივე. ერთი და იგივე ობიექტები იყვნენ ესენი. აი მენოლე ობიექტები. ამისი მენოლე და ამისი მენოლე იყვნენ ერთი და იგივე ობიექტები. ერთი და იგივე ID მისამართებიც ჰქონდათ მაგათ. აბა ეხლა ვნახოთ. deep copy-მ რანაირი copy გაგვიკეთა. ეს რო გავუშვათ, აი ნახეთ, უკვე გვეუბნება, რომ ეს ერთი და იგივე აღარ არისო. ანუ ეს სხვა ობიექტიაო და deep copy-თი რო გააკეთე შენ copy, მოკლედ my list copy-ს აი ეს ელემენტი, ანუ აგერ არის, ხო? მოკლედ ეს ელემენტი ეხლა სხვა არის, სხვა ობიექტია და ეს ობიექტი სხვა ობიექტია. ამას სხვა ID მისამართი აქვს და ამას სხვა ID მისამართი აქვს. მოდი ID-ების დონეზეც შევხედოთ ამათ. დავწეროთ ID my list menolesi და დავწეროთ print ID my list copy menolesi და გავუშვათ ესენი და ნახავთ, რომ ესენი არის სხვადასხვა ობიექტები და არა ერთი და იგივე, როგორც ჩვენ წინაზე გქონდა. აი ნახეთ, სხვადასხვა ID მისამართები აქვს მათ. ეხლა ეს ყველაფერი ჩვენ რაც ვილაპარაკეთ, ცხადია რომ მარტო menole ელემენტებზე კი არ ვრცელდება. აი ამ ელემენტზე აქ რო კიდე იყოს პირობითად, რა ვიცი, 5 და 6 მაგაზეც ვრცელდება. მოკლედ ყველა ელემენტზე ვრცელდება და არა მარტო menole-ზე. ხო, menole უბრალოდ ესე მაგალითისთვის ავიღეთ. კარგი, მოკლედ აი ეს არის და ეხლა უკვე ის პრობლემაც მოგვარდა. აი ჩვენი სიურპრიზი, ხო? ან რა სიურპრიზზე გეუბნებოდით მე? ჩვენ რო ჩავამატეთ აი საღარა მაქვს მე აქ. ხო, ანუ ჩვენ რო ჩავამატეთ აქ, აი აქ რო ჩავამატე მე აფენდით 100 და 100-შიც რო ჩაემატა. ხო? ეგ პრობლემა აქ უკვე აღარ გვექნება. აი ნახეთ. მე აი აქ ეხლა my list-ში ჩავამატებ 100-ს და
ეგ ჩაემატება მარტო და უბრალოდ my list menole-ში, ხო? მარტო ჩაემატება აი აქ რა, აი აქ. my list-ში. აი ეს, ნახეთ, 100 გვაქვს მხოლოდ აქ. აქ არ ჩაემატა. ანალოგიურად თუ ჩავამატებ copy-ში, მაშინ მარტო copy-ში ჩაემატება. მაშინ მარტო აქ იქნება. აქ აღარ ჩაემატება. ხო, ეს არის რაც მინდოდა რომ მეთქვა. და თუ რამე იქნება აი ამ საკითხებზე გაუგებარი, აუცილებლად დააზუსტეთ, მომწერეთ და კიდევ ერთხელ შევეცდები რომ კარგად აგიხსნათ.